მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ ჩვენ დღეს თუ რა სახის მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, ახლავე დავარიგებ, აი ამ მომშვენიერესი დასტით ვარიანტებს თქვენთვის და ნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ. ნახოთ აბა, მესიჯი სამყაროსგან პირველი ვარიანტისათვის და მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტისათვის. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, ქვებსაც შევამატებ ახლავე, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ და ველოდებით თქვენს უკავშირს ენერგიების დაბალანსების მიზნით, კომენტარების და ლაიქების სახით. ვფიქრობ, გააკეთებდით უკვე არჩევანს და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის? არკანი ბუმბული. დავამატოთ არკანები. ბუმბული ყოველთვის არის პირდაპირ მესიჯი სამყაროსგან. ნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. შეხედეთ როგორი არკანები ამოვიდა მეგობრებო. არკანი ხურდა, არკანი ყური, არკანი ჯადოქარი, არკანი ზარი და არკანი მთვარე. პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე გაქვთ მაქსიმალურად პიკზე აყვანილი თქვენი ინტუიცია, ანუ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა ჩემი კოლეგა, მუშაობთ თუ არა რაღაც ეზოთერიულ სფეროში, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს გარკვეულ დონეზე აქვს ინტუიცია ძლიერი, ზოგ ადამიანს შეიძლება ძალიან ძლიერი ინტუიცია ჰქონდეს, მაგრამ ეს სფერო სულაც არ აინტერესებდეს, ხო? და ახლა კონკრეტულად ამ ეტაპზე თქვენი ინტუიცია არის მაქსიმალურად აყვანილი პიკზე. ანუ თქვენ ახლა რასაც გრძნობთ, რასაც განიცდით, აბსოლუტურად ყველაფერი შეესაბამება რეალობას. და კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე გირჩევდით იმას, რომ მეტი დრო დაუთმოთ გარკვეულ სულიერ პრაქტიკებს, მეტი დრო დაუთმოთ მედიტაციებს, საბლიმინალებს სხვათა შორის ძალიან კარგი იქნება თუ მე დროს დაუთმევთ, იმიტომ რომ არკანი ყური ამოვიდა. ყური არის ყოველთვის მოსმენა, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, მოусმინეთ თქვენს შეგრძნებებს. რაღაც როდესაც გინდათ, რაღაც როდესაც არ გინდათ. არავითარ შემთხვევაში არ დააიგნოროთ თქვენი რეალური სურვილები. თქვენ თუ რაღაც გინდათ, ან ურთიერთობაში, ან ზოგადად რეალობაში, აუცილებლად უნდა მოусმინოთ ამას და აუცილებლად უნდა შეიგრძნოთ. გავიმეორებ, აქ ძალიან კარგად იმუშავებს თქვენზე ახლობ მომავალში და ახლა ამ ეტაპზე საბლიმინალები, ვინც არ იცის რა არის საბლიმინალები, ამის შესახებ პოსტი მიდევს. შეგიძლიათ დაძებნოთ ჩემს გვერდზე და ახლო მომავალში აუცილებლად დავდებ სხვათა შორის რაიმე სახის დიდ პოსტს იმასთან დაკავშირებით თუ რა არის საბლიმინალები, როგორ მუშაობენ რეალურად და სხვათა შორის ვფიქრობ იმის შესახებაც, რომ პირადი საბლიმინალებიც გავაკეთო თქვენთვის. ანუ თქვენ როდესაც გენდობმებათ რაღაც კონკრეტულის მოზიდვა თქვენს რეალობაში, პერსონალურად თქვენთვის, თქვენი ესთეტიკით, თქვენი შეხედულებით, თქვენი სურვილიდან გამომდინარე გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს უფასო არ იქნება, მაგრამ ხო, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად დაგაინტერესებდათ ასეთი რაღაც. აუცილებლად დავდებ ამ დღეებში ამის შესახებ ინფორმაციას. ნებისმიერ შემთხვევაში მედიტაციების მოსმენა, აფირმაციების მოსმენა, აბსოლუტურად ყველაფერი ახლა ამ ეტაპზე თქვენთვის საჭიროებასაც კი წარმოადგენს პირდაპირ ვიტყვი. იმიტომ რომ ახლა თქვენ ხართ ცარიელი ფურცელივით, თქვენ გაქვთ ძალიან გაძლიერებული ინტუიცია, თქვენ ახლა წარსულში თითქოს გაიწმინდეთ რაღაც გარკვეული ნეგატივისგან, გაუშვით რაღაც ნეგატივი, გააზრებულად თუ გავაზრებულად მოხდა ეს და ახლა გაქვთ სრულიად სუფთა ინტუიცია და ახლა თქვენი ქვეცნობიერი ძალიან მარტივად აღიქვამს ინფორმაციებს. პლუს ამასთან ერთად, რადგანაც არკანი ხურდა ამოვიდა, პირდაპირ გეტყვით, რომ ფინანსური ენერგია იგრძნობა მკვეთრად, რომ მოდის თქვენკენ. და თანაც ნახეთ არკანი ყური არის მეცხრე არკანი. ცხრიანი ყოველთვის არის ფინანსების ენერგია, მატერიალური სამყაროს ენერგია.
თქვენ ახლა ძალიან კარგად გრძნობთ ორივე სამყაროს, როგორც მატერიალურს, ფიზიკურს, ასევე ინტუიციურს, ეთერულს. დავამატოთ კიდევ არკანები, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, იქნებ კიდევ იყოს რაიმე სახის ინფორმაცია. არკანი ხე. პირველ რიგში თუ თქვენ ახლო წარსულში გააკეთეთ რაიმე სახის მანიფესტაცია ან პრაქტიკა, მინდა გითხრათ, რომ ეს სურვილი უკვე გზაში არის, ან ეს სურვილები, ხოლო თუ არაფერი მსგავსი არ ყოფილა თქვენს რეალობაში, აქ თქვენთვის არის ასეთი მესიჯი, რომ მეტი კავშირი უნდა დაამყაროთ აუცილებლად თქვენს საგვარეულოსთან, თქვენს საგვარეულო ხესთან. მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ თქვენი საგვარეულოს შესახებ, ან მეტი კომუნიკაცია უფრო სტაობებთან, ხო? სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტისთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა ამ ეტაპზე, ნახოთ აბა. არკანი შუქურა. პირველ რიგში ვიტყოდი აქ იმას, რომ სამყარო თქვენ პირდაპირ იმას გეუბნებათ, მე შენს გვერდით ვარ, მე ყოველთვის ვიქნები შენი გიდი, ყოველთვის დაგიდგები გვერდში და რომც შენ გეგონოს, რომ ხარ რაღაც რთულ პერიოდში, რომც შენ მიგაჩნდეს, რომ ყველაფერი მიდის შენს რეალობაში ცუდად, ეს ასე არ არის. ზოგადად მეგობრებო, სამყაროს ყოველთვის სწორ გზაზე მივყავართ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები ჩვენ არ მოგწონს, რაღაცეები ხანდახან ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ მივიღოთ კონკრეტული გამოცდილება, მივიღოთ კონკრეტული ცოდნა, მივიღოთ კონკრეტული ინფორმაცია. და ახლა ეს პერიოდი თებერვლის თვემდე ჩვენ გვაქვს სამყაროში ასეთი სიჩუმე, არანაირი გვერდში დგომა არ გვაქვს სტიქიებისგან, იმიტომ რომ 4-ვე სტიქიას ძინავს. და აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ პირდაპირ იმას, რომ რაც არ უნდა იყოს ყველაზე ბნელ პერიოდშიც კი, შენს ყველაზე ბნელ ჭრდილებშიც კი, მე შენს გვერდით ვარ და გინათებ გზას და ყოველთვის გაგინათებ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის. არკანი გველი, არკანი, ხედავთ თქვენ რაც არის. და არკანი ვარსკვლავი. მეგობრებო, აქ იცით როგორ რაღაცას ვხედავთ, თითქოს თქვენ რატომღაც ქვეცნობიერულად ხშირად ისჯით თავს. აი ძალიან ხშირად გაწუხებთ რაღაც ისეთი აზრები, რაღაც ისეთი ფიქრები, რომ მე კარგს არ ვიმსახურებო, მე არ ვიმსახურებ, არ ვიცი, სილამაზეს არ ვიმსახურებ, არ ვიცი, ფულს არ ვიმსახურებ, იმას, ამას არ ვიმსახურებ, მეგობრებს, პარტნიორს, სიყვარულს. აი თითქოს ძალიან ბევრი ასეთი ნეგატიური აზრები გაქვთ. და პირველ რიგში ახლა მინდა რომ ჩემთან ერთად გაიმეოროთ, რასაც ვიტყვი. მე ვამბობ, თქვენ იმეორებთ. მე ვიმსახურებ სიყვარულს. მე ვიმსახურებ უპირობო სიყვარულს. მე ვიმსახურებ ნდობას. მე ვიმსახურებ ყველაფერს კარგს. მე ვიმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს. გაიმეორეთ. და გირჩევდით იმას, რომ მსგავსი აფირმაციები ჩამოწეროთ, დაწეროთ ამ ფურცელზე, ამ ბლოკნოტში ან სადმე და გაუმეოროთ ხოლმე საკუთარ თავს. ყოველ დღე თუ არა 2-3 დღე გამოშვებით მაინც, იმიტომ რომ თქვენ აშკარად გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ რეალურად იმსახურებთ კარგს ნამდვილად. იცით, სამყაროში ყველაფერი დამსახურება არ დამსახურებაზე ნამდვილად არ არის. და თქვენ აქ საკუთარ თავს ქვეცნობიერულად ისჯით, მუდმივად ისჯით რაღაც შფოთვებით, ისჯით ნეგატიური აზრებით, იმის ფიქრებით, რომ აი, ოდესღაც მე ესა და ეს გავაკეთე, ამიტომაც ამასა და ამას არ ვიმსახურებო. მეგობრებო, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც ცუდი, რაღაც სამარცხვინო არ გაუკეთებია. არ არსებობს ასეთი ადამიანი. ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც გაკეთებული, რაც არ მოგწონს, რაც არ გვსიამოვნებს ახლა რომ ვიხსენებთ, ხო? მაგრამ თქვენ გაიზარდეთ. თქვენ იზრდებით და დროა განიკურნოთ ამ ნეგატიური ენერგიებისგან. დროა განიკურნოთ, იმიტომ რომ წარსული არის წარსული, გასაგებია ოდესღაც რაღაც ცუდი გააკეთეთ, ოდესღაც რაღაც ან სამარცხვინო, ან ნეგატიური, ან რამე გრინჯობა გააკეთეთ, ხო, ჟარგონს გამოვიყენებ. მაგრამ თავარი არის ის თუ ახლა როგორი ხართ.
თავარი ეს არის. და არა ის თუ მაშინ როგორი იყავით. თქვენ მიიღეთ გამოცდილება. მიიღეთ და всё ამაზე დასრულდა. არ არის საჭირო საკუთარი თავის ქენჯნა და დასჯა იმის გამო რომ აი ოდესღაც რაღაც სისულელე გააკეთეთ. უკაცრავად მეგობრებო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში სისულელეებს აკეთებს. და მეცაც ვიტყვი ზოგადად კაცობრიობა, აი უბრალოდ კაცობრიობის ისტორიას რომ გადავხედოთ, დღემდე წარმოიდგინეთ ადამიანები იმდენად სულელები არიან, რომ დღემდე არსებობს ისეთი რაღაც, როგორიც არის მაგალითად ომი, ხო? და თქვენ სინდის იქენჯნით იმის გამო, რომ ოდესღაც რაღაც პატარა სისულელე გააკეთეთ. ნუ იქენჯნით, მეგობრებო, თქვენ ყველაფერი გამოგივათ და სამყარო გვერდში გიდგათ იმისათვის, რომ გამოხვიდეთ ამ ნეგატიური ენერგიებიდან და ფიქრებიდან საკუთარ თავზე, მაგრამ თქვენს ხელი უნდა შეუწყოთ. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, თავისუფალნი ხართ, წაბრძანდით, წარმატებები და ნახვამდის.